მოგესალმები ჩემო გამომწერო და არხის სტუმარო. დიახ, თქვენ ქურუმი ქალის ტაროზე მოხვდით და თეასაგან მიიღეთ მორიგი გაშლა. მორიგი გაშლა, რომელიც კვირის ტენდენციებს ესე ლამაზად ჩამოვრირაკრაკებთ. მოკლედ ასე, ვისაც ერთი კვირის განმავლობაში ეს ვიდეო შეგხვდებათ, შევთვალეთ, რომ კარგია თუ დასაწყისში ნახავთ და თუ მანდა მაინც ვერ ნახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასე იყოს საჭირო. ჩემმა კატამაც დააცემინა თხუთიშორის იმის სათყოფი და ნახეთ საცინავს. ეხლა შევხედე. ეს ძალიან კარგია, როცა შავი კატა გვიზის თან მაკებ მდგომარეობაში გამრავლებას გისურვებ თქვენს კარგი ამბებისას. მაშასე დავიწყოთ 30 ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით, მოკლედ ფაქტურად ახალი კვირა, პირველი კვირა ივლისისა. ვერსიები იქნება შემდეგნაირი. ერთი ვერსია, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. ქალაქის ლაბირინთები ქვია ამ ტაროს, რომელიც მე ძალიან მიყვარს, თანამედროვე ძალიან კარგია, ნიუ-იორკული ცხოვრების და შესაბამისად ეთყობათ ძალიან მომინდა და მე დამამატებ სავსე მთვარეობის ორაკულით. ნახოთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე როგორ იქნება 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით. კვირის ტენდენციები. დავიწყოთ პირველი ვერსია, რომელიც ამოვიდა. ვინც ჩაიფიქრეთ, დიდი უმეტესობა გვიყურებს ქალები, დარწმუნებული ვართ ამაში. თუ მამაკაცები ეს კიდე სხვა ვერსიაა, კი ბატონო, ეს არის პენტაკლების დედოფალი, თავისი დედური ენერგიებით, თავისი შემართებებით, თავის თავდადებული და ძალიან ესეთი მეურვე ხასიათით. ამ კვირის განმავლობაში ძალიან კარგი იქნება, თუ შვილები გყავთ ასაკურველია დიდ ყურადღებას მათ მოვლაპატრონებაზე, არ გაკლია მართალია, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული სითბოსით გაჯერებული კვირეული მიუძღვენით მათ, თუ შეგიძლიათ პირიქით დედასთან წახვიდეთ და ის გაანებივროთ და ზოგადად ძალიან თავშენახულობის პერიოდი შეიძლება დაგიდგეთ. ეს არ არის გამორიცხული, სადმე წახვიდეთ და კარგი რაღაცები ოჯახისთვის შეიძინოთ. აი, რაც შეეხება რჩევას, მოდი ვნახოთ, რომელი რჩევა ამოვიდა და ამ რჩევას ქვია კატარზისი. აი, ხო გეუბნებით. აი, ამ ყველაფრითაც საკუთარ თავსას და სხვებსაც გაანებივრეთ, მშვენიერ კარგ განცრომას მიიღებთ. ეხლა დროში ცოტა ვიზღუდები და ამიტომაც ჯობია პირდაპირ საქმეზე გადავერთვებით, პირადი ინტერესი ვისაც გაქვთ, გაშლებისას ის ასაკურველია მომართავს და აუცილებლად ჩაეწერება ჩემთან ინდივიდუალურზე. მეორე. ვინც ჩაიფიქრათ მეორე ვერსია, როგორ იქნება აღნიშნული კვირა, გულგატეხილობის პერიოდია. ძალიან არასასიამოვნოა ეს მართალია, მაგრამ რაღაცნაირად მიხვდებით იქ, სადაც ფსონებს დებდით, იმ კაზინოს მაგიდან რაღაცნაირად წააგო. აღარ ჩავღმავდები, იმიტომ რომ რაღაცნაირად სურვილი გამიქრა. რჩევა დარიგებას რაც შეეხება, აი, ხომ ხედავთ, სიცივე ამოვიდა, რატომღაც, არ ვიცი, ხა ეს საფხულის შუა პაპანაკება თვეში არ უნდა იყოს ფიზიკური სიცივე, ეგ სულიერ სიცივეზეა და რაღაც, აი, არ ახართ თქვენს საზოგადოებაში, იქ სადაც მოსწონთ თქვენთან ყოფნა, ან თქვენ მოგწონთ მასთან ყოფნა. მოკლედ, მესამე ვერსია, როგორ იქნება კვირის პროგნოზი თქვენთვის, ეს არის ორიანი პენტაკლები. აი, ნახეთ, მამაკაცი დგას და ჟონგლიორობს. აი, წონასწორობის დაცვის სურვილი აქვს, ამას აკეთებს კიდეც. ნახეთ, აი, ამ ველოდან უნდა ჩამოვარდეს და არც ეს უნდა დაკარგოს ეს წონასწორობა და თავისი ჟონგლიორობის საქმეც არ უნდა ჩააფლავოს, მოდი ასე ვთქვათ. და მე ვფიქრობ, ეს კვირა რაღაცნაირად მოგიწევთ. ცოტა პეწვისხლიძე გაიაროთ, მაგრამ ამ ყველაფერს თავს გადასარევად ართმევ, რა იქნება. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მირაჟი ასე ამოგივიდათ, აი ამ კარts ესე ქვია, მირაჟ. ეს არის თავისებურად, აი ეს გოგონაც რაღაცნაირად ელანდება, რო აქ გადის, ესეც რაღაცა ბეწვისხლიც გადის და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად არ მოხდეს ისე. როგორც სამანქანო გზაზე მიდიხართ რაღაც ასფალტში გეგონება რომ სადღაც შორს სველია და მიუახლოვდები და არც არაფერი არა მირაჟი, ისე არ მოხდეს. აი აქედან არ ჩამოვარდეთ, ფრთხილად იყავით და ეს ყველაფერი არ გახდეს მერე საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ხელიდან გამოსაცლელი. მოდი მეოთხე ვარიანტი ვთქვათ, ოჰო, ვინც ეს ჩაიფიქრეთ, აი რეშმაკი მოვიდეს, თუნებების კვირა ჩემო ძვირფასებო. იმაზე რაც აქამდე თავს იკავებდით, რაღაცნაირად მოგიწევთ მიჯაჭვულობა. ეს არ ვიცი რა მომნეჩვევებია, შეიძლება უბრალოდ
ადამიანის მიმართგან გეახლებათ, ან ვერ ამოიგდებთ ვინმეს თავიდან, ან ეს შეიძლება იყოს ფულთან მიმართებაში გააჩნია, მოკლედ ყველაფერი ინდივიდუალურია. მოდი ვნახოთ, როცა გიყურებთ, როცა ხედავთ პირად გაშლებში აბსოლუტურად სხვანაირი ვითარებებია. მოდი ვნახოთ რა ხდება ამასთან დაკავშირებით, რომელი ორაკული ამოვა, აი თქვენთან ერთად, რომ მე არ დამბრალდეს ტენდენციურობაში ბრალი არ დამდოთ. აბა ვნახოთ, რა იქნება რჩევა, რა ენერგია გინდათ, ვისი ენერგია გინდათ. ხანდრა, ეს რუსული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს რაღაც არასასურველ მელანქოლიურ განწყობილებას. თიახეთ, როცა ეშმაკი თქვენთან არის და როცა თავის ჭკუაზე გატრიელებთ, ახლა არ წარმოიდგინოთ ეს რაღაცა რქებიანი და ეშვებიანი ადამიანი, იცით ეშმაკი რაც არის. ეშმაკი არის მინდობილობა, ეშმაკი არის ჩახვეულობა, ეშმაკი არის ცდუნებები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ესეთი მოწყენილი და მელანქოლიური მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ბევრ საფიქროს გაგიშენთ ეს ყველაფერი. სამწუხაროა, მე არ მომწონს, მაგრამ რასიზამ ესე ჩვენი ცხოვრების განუყრელი ასე ვთქვათ ატრიბუტია. ეხლა გადავიდეთ მეხუთე ვერსიაზე, როგორ იქნება კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, ვინც ახლა შემომიერთდა რა და ივლისის პირველი კვირა, 30 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით. მოდი ვნახოთ, როგორ იქნება. ეს არის მთვარე, ჩემო კარგო ადამიანო, აქ რას ვხედავთ, ახ ნიუ-იორკის პეიზაჟია, გოგონა ღამით ასეირნებს ძაღლებს, მაგრამ აი თვითონაც მიხვდა, რომ რაღაც ცოტა არ იყოს და არასასიამოვნო შიშებში მოჰყო თავი. იმიტომ რომ ამ ძაღლებს სხვა ძაღლები უყეფენ, გოგონას ეშინია, რომ რაბე ისეთი არ მოხდეს, რომ აღნიშნული სიტუაცია რაღაც არ გადაიზარდოს არასასიამოვნო კამათში და ძაღლთა შერკინებაში. ანუ მეხუთე ვერსია, ვინც ჩაიფიქრეთ, აღნიშნული კვირა, ცოტა დაბნეულობას მოგიტანთ და მოგიტანთ ცოტა იმ შიშებს, რომლის განხორციელებისგანაც აქამდე თავსი და არ არის ეს კვირა მაგისთვის ზედგამოჭრილი, რომ რაღაცა ახალი საქმიანო საქმეები ჩაიდიროთ. არ არის ეს კვირა იმისათვის, რომ რაღაც ეგრეთ წოდებულად მოდი სლენგს გამოვიყურებ, გაიასნოთ. იმიტომ რომ თქვენ ამ ყოველთვის შემდეგი კვირა და შემდეგი დღეები დაგჭირდებათ. აბა როგორ მოვიქცეთ, აბა რას გვეუბნება ორაკული, სავსეთვარეობის ორაკული, რა მინდაო. აქ არის კიბეები, აქ არის ეგრეთ წოდებული ისე იგი როგორ გითხრათ, ბოგირი, ხო, ასე უწოდებენ ხოლმე, ბოგირზე გადასვლა. და ეს არის ხიდი, რომელიც აინახეთ ადისევით, რომელიც უახლოვდება ლამის მთვარეს, სავსე მთვარეს და ასე ვთქვათ, ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაში გადასვლას. აი, აქაც მთვარე, აქაც მთვარე, აი ორის მთვარე, მაგრამ ძალიან შემიძლია ვთქვათ, რომ კარგად დაიძვრათ მას თავს, აი ამ ციკლობისგან, ამ ცოტა დეპრესიებისგან, შიშებისგან, გაუგებარი სიტუაციებისგან, რაშავდიავი კიდე ესგან, კარგად დაიცვავთ თავს და გადახვალთ მეორე სასიკეთო მხარეზე, მე ესეც მინდა, მე მიხარია მხოლოდ ეს, რომ ეს აი ამ ბეწვის ხიდს მიყავდეთ სიმაღლეზე და არა რაღაც ქვემოთ დახლი როცა არის, მაშინ შეიძლება რაღაცა არასასიამოვნო ფსკერისკენ გქონდეთ ცვლილება ამ კვირაში, მაგრამ მე ვფიქრობ, აი რაღაც უცნაური რაღაცა მოხდა. 5 ვერსიიდან პირველი ყველაზე კარგი იყო, მე ასე ვთვლი, ცუდი, როგორ გითხრათ, რომ ცუდი არ არის, ან კარგი არის, მეტნაკლებად, იმიტომ რომ ტაროს თავისებური ენერგეტიკა აქვს, ისიც რაღაცა გაფრთხილების მაგვარად ჩათვალე. უფრო დეტალურად, უფრო ცლად, 1 საათიანი. არა მარტო ტაროს სეანსებია ჩემთან, ბევრი სხვა საინტერესო ამბებია. ხვალ უკვე ივლისი იწყება და თვის მთელ ტენდენციებს ფართო და ვრცელ სიუჟეტიან და მეტრაჟიან გაშლას შემოთავაზებთ. ასე რომ დაალაიქეთ, ხალხო დაალაიქეთ, რაც უფრო მეტი ლაიქი იქნება, უფრო მეტად ჩემი შთაგონებები მოვა, ჩემი წათამამებაც მოვა, თქვენთვის ეს არაფერი რა, ჩემთვის კი მთელი სტიმულია. ასე რომ მივცეთ ერთმანეთს სტიმული და ორივე საქმე გაკეთდება. როგორც იტყვიან ძველები, ხელი ხელს ბანს და ორივე პირს. უყვარხართ თეას, გაგოცეთ.